ყველაზე ცუდი შემეცდის აი რომ განცხადებები ისმის ოფიციალური პირებისგან, ქართული ოცნებისგან და ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან, რომ აი რა თქინდა ევროპა, რა თქინდა ის უვიზო მიმოსვლა, რომელზეც ცოტა ხანში ვილაპარაკებთ. არჩევნების მერე, რაც ეხა უმეტესობა ცივილიზებულმა სამყარომ არ აღიარა გარდა ჩინეთისა, აზერბაიჯანისა, თურქეთისა და სომხეთისა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის გეოპოლიტიკური კატასტროფა ქვეყნისთვის, იმიტომ რომ მე მახსოვს, აი, რამდენიმე წლის სანამ ესე გაფუძნებოდა სიტუაცია, საქართველოში ისეთი სწრაფი პროგრესი ხდებოდა, იმდენი ესეთი სოფლიო ლიდერი ჩამოდიოდა ქვეყანაში, რომ ქვეყანა სულ ჩანდა სოფლიო მედიაში. აი მაგალითად, აი 2012-ში მე მახსოვს, აი ტრამპი ჩამოვიდა და ტრამპ ტავერს ხსნიდა. მერე როცა მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში არჩევნების შემდეგ, ივანიშვილი გამოვიდა და ტრამპს საერთაშორისო აფერისტი დაუძახა. და ტრამპ ტავერი გაუგო. ეხლა წინასაარჩევნოდ დაიწყეს აი ტრამპის ესე ქება, აი გაღმერთება, ესე შეიძლება ითქვას და ეხლა ისიც კი არის გლობალური ომის პარტია.